დღეს უნდა ნახოთ დასრულებული სახურავი. პირველ რიგში მოგიბოდიშებთ, ვიცი რა ელოდებით ხოლმე ჩვენს ეპიზოდებს, მაგრამ ვისაც რემონტი გამოგიცდიათ, გეცოდინებათ, რამდენი გაუთვალისწინებელი ხარჯი აქვს მშენებლობას. გულწრფელად გეტყვით, რომ ხანდახან პაუზდებით ხოლმე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ წამს არ გვაქვს, მერე ვაგროვებთ და იმ დანაზოგით მერე რაღაცა ეტაპს ვაკეთებთ ხოლმე. ამ შემთხვევაში შემდეგი ეტაპი გქონდა გადახურვა, წინა ინტერვიუებიდან წინა ბინის სტრესი გემახსოვრებათ და იმის მერე კერძო სახლი არის, რასაც ქვია final boss-ი. იმიტომ რომ ამის მერე არანაირი გამოწვევის არ შემეშინდება, კოტეც უკვე ყველანაირად გაერკვა ყველა მიმართულებაში, მშენებლობის ყველაფერი გაიგება, რამე ნებისმიერ რაღაცა კითხეთ იცის. ეგ მშენებლობა რემონტის მიმართულებით გამოუშვი ნებისმიერი კითხვა. რთული მშენებლობა, რთულ ადგილას მშენებლობა. სადაც ტექნიკა არ შედის ეგეთ ადგილას მშენებლობა, ნებისმიერი სირთულე რა. ზღვა არ იყო ერთი, პორტი და ეგ არ გამომიყენებია, დანარჩენი ყველანაირი საშუალებით ეხლა ამ ყველაფერს იმიტომ ამბობს, რომ წინაზეც წუწუნებდა, რომ სტუმარი რომ მოვაო და ვიზუალურად ამ საბოლოო შედეგს შეხედავსო, არასდროს არ ეცოდინება რა სირთულეები გამოვიარეთ. ეგ, აი ამ პირველი სართულის ფილის ქვეშ რა ხდება მარტო მე ვიცი. ამიტომ ბევრი რაღაცა კადრშიც არ ჩანს, ფიზიკურად არ გქონდა მაგ დროს გადაღების ხალისი, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ გეტყვით, რომ ერთი რთული ეტაპი ჩავხურეთ სახურავის გადახურვით. კი. ეხლა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სახლი აშენდა. აშენდა კი, ნამდვილად. და ახლა უკვე ვიწყებთ რემონტს. მაგრამ სანამ ამ ეპიზოდზე გადავალთ, მოდი მაყურებელს ვაჩვენოთ, როგორ მოვედით აქამდე, რა ეტაპები გავიარეთ და გადახურვის პროცესი როგორ მიმდინარეობდა. კი ბატონო. აქ იქნება ჩვენი სახლი. ზემოთ იქნება შენი საძინებელი. აქ სადღაც. აქ იქნება ჩვენი საძინებელი. თავისი გარდერობით. უკვე ძალიან კარგ ეტაპზე გადავდივართ. ყველაფერი რაც დასანგრევი იყო დავანგრიეთ და უკვე მშენებლობას ვიწყებთ. აი, უკვე ამოშენდა კედლები. ეს არის ჩემი უზარმაზარი master bedroom-ი. სადაც აქ იქნება დიდი საწოლი. აქეთ რომ მიდიხარ, აქ კედელია მაგათაც, აქ კედელზე იქნება ტელევიზორი. აქ შედიხარ, აღებდა ჩემი აბაზანა. გამოდიხარ აქ არის გარდერობი უზარმაზარი. აქ იქნება ჩემი ტუალეტი. აქ ჩემი საგარდერობო ოთახი. ვიცი ახლა მიყურებ და არხი არ გაქვს გამოწერილი, არა განაგაძალებ უბრალოდ ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერ ჩემ არხს და აკლიკე. პირველ რიგში მოგიპატიჟებთ მისაღებში, აქ ვიტრინა იქნება, კარებიც იქნება, მაგრამ ზოგადად აქედან შევდივართ. არცეც არ გვინდოდა პირდაპირ მისაღებში შემოსვლა. ვიფიქრეთ, რომ იდეალური ტიხარი იქნებოდა კარა, სადაც რეალურად ფეხსაცმელებს და კურტკებს ისედაც ვალაგებთ ხოლმე რა. შემოდიხარ დიდ უზარმაზარ მისაღებში, სადაც რა თქმა უნდა აქ იქნება დივანი, იქით იქნება ტელევიზორი და ტელევიზორის კარა და აქეთ იქნება მაგიდა ძალიან დიდი 10 კაციანი მაგიდა. და აქეთ იქნება ვინილების საკრავი და დიდი ნახატი. აქ იქნება პირველი სართულის ტუალეტი, საკმაოდ დიდია. აქ გვექნება უზარმაზარი სამზარეულო თან ნათელი, შუაში ვფიქრობთ კუნძულს. ახლა გაჩვენებთ ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ ოთახს, რომელიც დიდი სახლი რომ ექნებოდა აუცილებლად მინდოდა რომ მქონდა. ეს არის საწყობი ოთახი, ეგრეთ წოდებული ჩულანი, რომელშიც შევინახავ ძალიან ბევრ ფანოვაგეს, სასუსნავს, მარაგს, დედაჩემის გაკეთებულ მურაბებს და ჯემებს. და ასე შემდეგ. ახლა წავიდეთ მეორე სართულზე. მეორე სართულზე ძირითადად გვაქვს განლაგებული საძინებლები. ეხლა იმყოფებით ერთ-ერთ პატარა საძინებელში. ცოტა არასტანდარტული მოუწია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მარტივად გადავწყვიტავთ ამ პრობლემას. აქ ჩასაშენებელ კარადას ჩავდგამთ და ჩვეულებრივი ოთახი გამოვა. აქ ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით იყოს ოფისის ოთახი და მერე თუ დაგჭირდება გადავაკეთოთ საძინებლად. მეორე სართულზე გვაქვს ორი სველი წერტილი. ერთი არის დერეფანში, ასე ვთქვი, დერეფანი ქართული სიტყვა? ერთი არის დერეფანში, რომელიც არის უზარმაზარი. აქ ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტეთ, რადგან ადგილი არის, დიდი აბაზანაც გავაკეთოთ და შხაპიც, თუ მხოლოდ შხაპი და უბრალოდ დიდი სივრცე იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ კი, ძალიან კარგია აბაზანა, დიდი, მაგრამ მგონია, რომ არაპრაქტიკულია და ვისაც გაქვთ, დამიწერეთ კომენტარებში თუ იყენებთ. არ მქონია არასდროს და მაგიტო არ ვიცი და გამიხარდება თუ მირჩევთ. სანამ ჩემს master bedroom-ამდე მივალ და ჩემს ოთახამდე, ასევე მინდა გაჩვენოთ და ვიკარგე მაპატი
საშრობი ოთახი. ძალიან მინდოდა რომ მქონოდა ცალკე, სადაც იქნება საერცხი მანქანები, საუთავებელი, პირსახოცები, თეთრეული შელაგებული და მეორე სართულის საწმენდის საშუალებები. ეს არის ჩემი ოცნების ოთახი, რომელიც იქნება სტუდია თავიდან და მე ვფიქრობ წლების მე რომ ბავშვების ოთახად გადაკეთდება, არ ვიცი ვნახოთ, იმიტომ არის უზარმაზარი და ცოტა მენანება მარტო ჩემი რო იქნება, მაგრამ ალბათ კოტეც გადაიღებს ხოლმე აქ ხშირად. კარგი და ფავორიტი, იმიტომ არის რომ აქ იქნება მაღალი ჭერი, ყველგან კედლის სიმაღლეზე იქნება ჭერი და აქ ვტოვებთ, სადაც სახურავი ადის. ასევე ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ის, რომ აქ მექნება საცოცი კედელი. მე ყოველ შემთხვევაში მინდა რომ მქონდეს და მექნება საცოცი კედელი და აქ მექნება ბადე გაკეთებული, სადაც ჰამაკივით გამოვიყენებ ხოლმე ეს საცოცი კედელი თავძვრები და იქ წამოვწვევი და წიგნებს წავიკითხავ ან დავხატავ. მოკლედ ეს იქნება ჩემი შემოქმედებითი ოთახი. ახლა შეგვიძლია უკვე აივნით გადავიდეთ ჩვენს საძინებელში, რომელსაც კოტე ეძახის სამოთახიან ბინას, იმიტომ რომ ჩემი ნებით გავიტანე და გადავატიხრინე. არ მინდოდა ამ ხელა საძინებელი, ანუ მართლა დასაძინებლად შემოდიხარ მხოლოდ და ძალიან დიდი ფართი რო იყო, გადავაკეთეთ საძინებლად პატარა საკუთარი აბაზანა და გარდერობის ოთახი. კომენტარში დაუწერეთ კოტეს, რომ საძინებელში აბაზანა არის აუცილებელი. ვფიქრობ, რომ იქნება ყველასი და ეს ჩემი და მარტო ჩემი ნივთები იდება. სულ ეს არ ითქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არასდროს არ წარმომედგინა ამ ხელა სახლი თუ მექნებოდა. ჩემს ოცნებებშიც კი არ არსებობდა ამ ხელა სახლი თუ გვექნებოდა. რა ეტაპზე ვართ თუ შეიძლება რომ გითხრათ? გადახურვისთვის კონსტრუქცია მოვამზადეთ, გაფიცრულია უკვე და მზად არის იზოლაციისთვის. ვაკეთეთ როგორც თბოიზოლაციას, ასევე ხმოიზოლაციას, ასევე ჰიდროიზოლაციას და ორთქლსაიზოლაციო რაღაცეებსაც. გადაიხურება თუნუქის სახურავით. ამიტომ ახლა წავიდეთ დომინოში და ავარჩიოთ შესაბამისი პროდუქტები. ვფიქრობ, იქ კონსულტანტებიც უფრო კარგ რჩევებს მოგცემენ, უფრო კომპეტენტურები არიან. ჩვენ საიტზე კიდევ ავთვალიერეთ რაღაცები, მაგრამ მგონია, რომ ისინი უფრო კარგ რჩევებს მოგცემენ. დღევანდელი ჩვენი ოცნების სახლის ეპიზოდის სპონსორია დომინო. აქ უნდა ავარჩიოთ თბოიზოლაცია, მემბრანა და სახურავი. დავეთით. სანამ იზოლაციის სექციამდე მივედით, რა თქმა უნდა მოვიარეთ მთელი დომინო. და ყველაზე მეტად ის მომწონს დომინოში, რომ ყველაფერია რემონტისთვის და შეგიძლია ერთ სივრცეში ნახოს სახლის რემონტისთვის საჭირო ყველა პროდუქცია. დაიწყე და დაასრულე რემონტი დომინოში. ყველა ჯერზე მეცინება კოტეს ამ სახეზე და უკვე ვიცი დაბადების დღეზე რაც უნდა ვაჩუქო. წინა ბინაში ვისაც გახსოვთ, მუქი ყავისფერი კარები გქონდა ოთახებზე და ახლა თეთრს ვფიქრობთ და გვირჩიეთ რამდენად რთული მოსავლელი იქნება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია მინდა და მომწონს ეს ხისფერი ჭაღი, რომელიც თან ტრიალებს. და ვნახოთ თუ ინტერიერში ძალიან ამოვარდნილი არ იქნება, იქნებ დავაყენო კიდეც. და როგორც იქნა მივედით სახურავის სექციამდეც. გამარჯობა. მოკლედ, ესე იგი იზოლაციის ასარჩევად მოვედით, ბოიზოლაციაც მჭირდებათ, ასევე ხმოიზოლაციაც რო იყოს. საიტზე კი ვნახე, რა ვიცი, სხვადასხვანაირი იზოლაციები, მაგრამ მათ თქვენგან მაინც მჭირდება რომ ამიხსნათ კონკრეტულად აი მაგალითად რა განსხვავება ამას და ამას შორის, ან ამას შორის, ან თქვენ რას მირჩევთ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად. კარგია, ჩვენ დაგაკეთეთ არჩევანი, დაგეხმარებით მაქსიმალურად. შემოგთავაზეთ ევროპულს, გერმანული სტანდარტებით დამზადებულს. ქვეყანა არის სლოვენია დამზადების, მოდი საიდან მოვიღებ. არის თბოიზოლაციის ქვაბამბა, არის ტექტონიკზე დამზადებული. დიახ. მოყვება თავის ცეცხლამდე მემბრანა. პროდუქტი არის არაალებადი, ეკოლოგიურად სუფთა არის. მემბრანა მოყვება. კი ბატონო, ზედუმაგრია. ან მე ვფიქრობდი რომ ცალკე მემბრანაც უნდა მეყიდა და კი ბატონო, შენია. ამას მოყვება უკვე. აქ თავისი იდეალური მონაცემები, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. თბოიზოლაციის მაჩვენებელია ლამბდა, რასაც ჩვენ ესე ავსახავთ ხმარ ლამბდით. ლამბდის მონაცემებია 0.14, რაც თბოიზოლაციასთან რადგანთან რაც უფრო ახლოს არის, მით უფრო კარგია, ესაც იდეალურია და ხმის დეციბალები აქვს 58-59 დეციბალი. შეგვიძლია პირიქით დავალაგოთ, უკვე ქვემოთ დავალაგოთ და ზემოთ და პირდაპირ მემბრანა გადაეფარება და შესაბამისად არ დაგვრჩება სიცარიელე. გასაგებია. მუშაობის დროს აუცილებელია, რეკომენდებულია რომ გამოვიყავოთ ხელთათმალი, რესპირატორი და სათვალე. კი ბატონო. ეკოლოგიურად სუფთა არის პროდუქცია, თუმცა მაინც თქვენი უსაფრთხოებისთვის ჯობია რომ მაინც გამოიყენოთ. გასაგებია. ეს არის ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა. აქ ორი მხარე, ერთი არის რბილი მხარე, რომელიც პროდუქტს ეფარება უშუალოდ ხელთან შეატყობთ. დიახ. რომ პროდუქტი იყოს დაცული ზედა მემბრანა.
უკვე უშუალოდ ზემოთა წამოსულ კონდენსატს, ცივი და თბილჰაერის მასებს ანეიტრალებს და ბამბას აძლევს საშუალებას რო ექსპლუატაციისაო და ხანგრძლივი კონდენს და უფრო გაძლიერებად იმუშაოს. თბილისის მასშტაბით არის უფასო მიტანა, თუ თქვენ შინაძენი აცდება დღეს 1500 ლარს, არ აღემატება ტონას, თბილისის მასშტაბით 3 დღის განმავლობაში დომინო უფასოდ მოგიტან პროდუქციას. კარგი, ეგარი. გილოცავ შენაძენს? გაიხარ. სახურავის ეს ფერი ავარჩიეთ, უბრალოდ ეხლა უნდა გადავწყვიტოთ, ხაოიანი ზედაპირით ავარჩიოთ თუ პრიალად. თქვენ რას გირჩევთ? გირჩევთ პრიალა ზედაპირს, რადგან პრიალა ზედაპირი შედარებით ადვილი მოსავლელია იმ მხრივ, რომ თოვლი იქნება ან რამე ზედაპირზე არ ჩერდება და ადგეზის უნარი შედარებით დაბალი აქვს და ზედაპირზე არ ირტოვებს არაფერს. ძალიან ცოტა დაგვრჩა 100.000-მდე. გამოიწერე რა. რასაკეთე? ვალაგებ. მე ვარჯიში მქონდა დღეს და შე. მე არა, ეხა გავიღვიძე. ველოდებით ახლა მანქანას როდის მოიტანენ ჩვენ იზოლაციას. გამარჯობა. აბა მიდი. მიდი. თავაროლში. აბა ოპ, ეს დომინო მოგვიტანს სახურავს ზედაპირს თუნუქს და სანამ ეგ მოვა, ჩვენ უნდა გავასუფთავოთ ყველაფერი რაც ზედმეტი უნდა გადავყაროთ მოკლედ. რა გადავყაროთ, რა ყოველ შემთხვევაში ქვემოთ ჩავიტანოთ და მივალაგოთ. მეგობრებსაც მოვუხმე დასახმარებლად, მეთი ისაც ძალა გირჩით და დახმარება გინდათ, გამოდით თქო და მე მგონი გოგოები გამოვლენ. ეს შეიძლება არ ეთყობა, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთეთ. თავიდან მე და კოტემ დავიწყეთ პირველი სართულიდან 0-ზე ჩამოყრა ფიცრების. მე კოტე წავიდა დომინოში სახურავის შესაკვეთად. ამასობაში მოვიდა ნინი. პირველი სტუმარი. ეზა ნინი. ნახე რა საკეთებს წრეთი. სად გოგო? აი მან. მე მაქედან გვერდზე წავიდოთ. მაგარი ძალოვანი ხარ მაგარი. აბა, ვაი მე რა კაი. ეგარ. კიდე მინდა. ეხა ხო გონიათ რომ აქ მოვჩით. მაგრამ ეს სადაც გადავყარეთ. ახლა იქიდან უნდა გადავავაგოთ. წესია, მაგრამ ჯერ ეს მოვასუფთავოთ. მე მოვიდა გვანცა. და ეს ვინ შემოგვესწრა? რეგულების სოწყე გძელო. ორ საათში გოგოები ისე დავბზრიალდით, რომ ყველა სართული მოვასუფთავეთ და ლამაზად ჩავალაგეთ ეს ფიცრები. აი ხა ეს ყველაფერი 1 2 3 და გაქრება. ადამიანი მოვიდა, შეამჩნია რომ ვიშრომეთ ხალხმა რა. შრომელი უნდა დააფასე, რომ აი როგორ დააფასე და რო არ იმას კი მე არაფერი არ წავაცი. გახსენებ არხის გამოწერას, იმიტომ რომ ვიცი დაგავიწყდა. მობიტი ვაბანავეთ, ცოტა დიდი პაუზის შემდეგ და არის უფუმფულესი, აი ძალიან სუფთა კარგი სუნებით, შეკრეჭილი. ბობი. აი რანაირი მეძებარი ძაღლია, რამდენი ხანი ეძებს შეხედეთ. ბობი, აი ყოლე შეხედე, თათზე კიდე. ეს ველურ პირობებში ვერ გადარჩება. ვერ მიაგნო. გადაუვარდა, აცადე. ეს უსაყვარლესი ანიმაცია თამარ ზარქუამ გამიკეთა და სახლის ყველა ეპიზოდს ექნება ქუდად. იდეა ძალიან მოწონს, იმიტომ რომ მთლიანი პროცესი ჩანს ამ მშენებლობის. და ვისაც გაინტერესებთ 2D ანიმაციის შესწავლა, კურსი აქვს ახლა, დამიწერეთ კომენტარებში სიტყვა მოჰო და დაგილინკავთ მის კურსს. გავედით ბოლოში. ამ ეპიზოდში ალბათ დაგაკნებოდათ ჩვენი ჩართულობა პროცესში, მაგრამ რაღაცებზე ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ გამოგვდის და ჯობს რომ პროფესიონალებს მივანდოთ. ასეთი იყოს სახურავი, მაგრამ ელექტროობას თავად ვაპირებთ რომ გავაკეთოთ. წარმატებები გისურვებთ და ნებისმიერ რეკომენდაციას თუ რჩევას მივიღებთ, რაც ამ თემას ეხება. ნებისმიერ საკითხს. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ალბათ იქნება რა ღირს, რა დაჭდა. დავიწყებ ხელობით, კვადრატული მეტრის გადახურვა ღირს 45 ლარი. ამაში შედის არა მხოლოდ
თუნუქის დამაგრება, არამედ მთლიანად ფიცრის კონსტრუქციის მოწყობა შედის, თბოიზოლაცია შედის, დამაგრება თუნუქისაც, ჟოლობის და ყველაფრის მოკლედ რა. ანუ მასალები თქვენითაც შეგიძლიათ რომ გამოითვალოთ ჩვენ შემთხვევაში რა საფარიც ვიყიდეთ, ეგ ღირს 15 და 90 კვადრატული და რამდენი კვადრატიც გაქვთ, შესაბამისი რაოდენობა არის საჭირო. შეიძლება ორჯერ მეტიც კი დაგჭიდეთ, იმიტომ რომ გადადებებში ერთმანეთს როცა ედება ბევრი მიდის იქ, მერე მაგას გარდა შუბლები არის მოსაწყობი, კეხი არის მოსაწყობი და მოკეთ, ანუ მასალაზე ესე ვერ იტყვი რომ 100 კვადრატული მაქვს სახურავი და 100-ს ვიყიდი. ესე არ არის. ამას ყველაფერს ხელოსანი ითვლის და მაგის მიხედვით მიდიხართ და ყიდულობთ რა. თბოიზოლაციაში მე მგონი უფრო იაფად გამოვედით, იმიტომ რომ დომინოში უკეთესი ვარიანტი შემოგთავაზეს. კი, სულ თავიდან სანამ ეს გადახურვა დაიწყებოდა, მანამდე რომ ფიქრობდი როგორ შეიძლება რომ გადამეხურა. ფიქრობდი რომ ჯერ უნდა გაკეთებულიყო ორთქლსაიზოლაციო მემბრანა, რომ სახლიდან ასული ორთქლით არ გაკეთებულიყო კონდენსატი, მერე დათბუნება, რომ ტემპერატურა შეენარჩუნებინა და ზემოთ ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა. მაგრამ აღმოვაჩინეთ ესეთი საინტერესო რაღაცა დომინოში სიახლე ქვაბამბას, რომელიც დაჭრილ მდგომარეობაში არის, უკვე ზედვე აქვს ქარხნულად მემბრანა, რომელიც ორთქლსაწინააღმდეგოც არის და ჰიდროსაიზოლაციოც არის. მაგიტო მემბრანების ფასი ავტომატურად მოგვაკლდა. და თვითონაც არ ღირდა ძვირი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენი გამოცდილებიდან გიყვებით და პროფესიონალები არ ვართ, ჩვენც პირველად ვაშინებთ ამ ხელას სახს და ძალიან დიდი გამოწვევა. სიამოვნებით მივიღებთ რჩევებს, წინ გვაქვს უამრავი საქმე. ახლა ჩემი პაწუკა დრონუკა უნდა ავაფრინო და საბოლოო შედეგი ვნახო. კაი, ავიწიეთ. არ მჯერა ისე მოუხდა ეს ფერი, ისე მოუხდა, ძალიან მომწონს. სუსტად ის გამოვიდა, რაც დავგეგმეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. კარგად. წინ ძალიან საინტერესო ეპიზოდები გველოდება. ვაპირებთ რომ გავაკეთოთ ელექტროობა. ეს რო აქ შევაერთო, ნეტა რა მოხდება?